ყველაზე მეტი ადამიანი წონის კორექციას სწორედ ზაფხულში ცდილობს. ერთია სურვილი, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ და მეორე დაბალკალორიული საკვების მრავალფეროვნება, რაც გვიადვილებს წონაში კლების პროცესს. თუმცა არჩევანის მრავალფეროვნება არაფერს ნიშნავს, თუ არასწორად ვარჩევთ ხილს ამ ბოსტნეულს, რომელმაც წესით ჩვენი წონა უნდა შეამციროს. რამდენად უსაფრთხოა საყოველთაოდ გავრცელებული საზამთრო, საარაჟნის, პომიდურის, წვენის და სხვა მონოდიეტები, რა პროდუქტებში იმალება ფარული კალორიები, რამდენად გამართლებულია დეტოქსი და როგორ ავარჩიოთ ხილი დიეტის დროს. ნატალია გოგავა უნდა წარმოგიდგინოთ, ნუტრიციოლოგი, დიეტოლოგი და ჩვენი ხშირი სტუმარი. მოგესალმებით, დილობ მშვიდობისა. ნატალია, როგორც წესი, ზაფხული ასოცირდება ხოლმე დიეტებთან. ესე სტრატეგიული ადამიანები ზაფხულამდე იწყებენ დიეტას და ზაფხულს ხვდებიან უკვე ფორმაში, მაგრამ უმეტესობა და მათ შორის ვარ მე, როდესაც აი ზაფხული რომ დადგება, მერე ვიწყებ ხოლმე ფაცაფუც, შეიძლება ასე ითქვას, რომ ფორმაში მოვიდე. ნუ დიეტა ჩემ შემთხვევაში არ არის საჭირო, მე პირიქით რაღაც მასის მომატებას ვცდილობ, მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისაც ცდილობს ფორმაში ჩადგეს და რაღაც გარკვეული კილოგრამები კორექცია მოახდინოს მოკლედ საკუთარი სხეულის. ბევრია გავრცელებული დიეტა, მათ შორის ჩამოთვალა თეომ უკვე. ჩვენ ვიცით, რომ დაბალანსებული კვება ეს ისაა, რასაც დიეტოლოგები, ენდოკრინოლოგები ხშირ შემთხვევაში გვირჩევთ ხოლმე და ამით ჩვენს ცნობიერებას ამაღლებთ. მაგრამ მაინც რაღაცნაირად, მოდი გამოვიყენებ ამ სიტყვას, ხშირად საკმაოდ ფატალურ მეთოდებს მივმართავთ ხოლმე ამა თუ იმ დიეტის. თეოს ჩამოთვლილი დიეტებიდან დავიწყოთ მაგალითად საზამთროს დიეტა, რომელსაც ხშირად მიმართავენ ხოლმე. რამდენად მართებულია ეს? ეს შეიძლება თუ არა ეწოდოს მას ზოგადად დიეტა და რამდენად ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ახლა გვიყურებენ და უნდათ მათ სწრაფი შედეგი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის და დაგეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ ზაფხული ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დროა და უფრო ისეთი გვიმარტივდება არა მარტო თავის მოვლა, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღება. იმიტომ რომ ამ დროს ჩვენ ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს, რომ შევიყვანოთ ჩვენს რაციონში ბევრი ხილი, ბევრი ბოსტნეული და ამით არა მარტო სიამოვნება მივიღოთ, არამედ გავამდიდროთ ის სხვადასხვა მინერალებით და ვიტამინებით. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზამთრის შემდეგ ჩვენი იმუნიტეტი არის დაქვეითებული, ეხლა ძალიან კარგი დროა, რომ ვიზრუნოთ მის ესე ვთქვათ, აღდგენაზე, გაუმჯობესებაზე. მაგრამ როცა საქმე დგება წონის კლებაზე, საკმაოდ ბევრი შეცდომები ამოტივტივდება ხოლმე. თქვენ მართალი ბრძანდებით, რომ როგორც წესი, ამაზე ცოტა უფრო ადრე უნდა ვიზრუნოთ, მინიმუმ რამდენიმე თვით, რომ მე ესეთ ექსტრემალურ მეთოდებს არ მივმართოთ, მაგრამ ესეც ხდება. სანამ კონკრეტულად საზამთროს დიეტაზე გადავალ, მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რა, ეს ძირითადი შეცდომა, რომელიც ყველა უკვე შემდეგ აი ამ განტვირთვის დღეებს შეეხება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე აქედან გამომდინარე ხდება. ეს არის კალორაჟის მკვეთრი შემცირება. როცა დღის განმავლობაში 1200-ზე, 1000-ზე, ხანდახან 800 კალორიაზე ნაკლებს მიირთმევენ და ამას ძირითადად აკეთებენ მაშინ, როცა წონის სწრაფი დაკლება სურს. მაგრამ აქვს თავი, თუ ამას სისტემატურად და რეგულარულად ხშირად აკეთებ, ამას აქვს თავისი საკმაოდ საზიანო შედეგი, რომელიც გარდა იმისა, რომ ნაკლებად ეფექტურია, ასევე უკვე ეფექტი შეიძლება მოყვეს ამას. და რაში არის საფრთხე? პირველი, როცა ესე მკვეთრად მცირდება დღიური კალორაჟი, ორგანიზმი ამას განიცდის როგორც სტრესს და გადადის ეკონომ რეჟიმზე. და აი ამ რეჟიმზე გადასვლის შემთხვევაში ცდილობს, რომ ყველანაირი ენერგია, რასაც მიიღებს, ის შეინახოს და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მაგაზე, რომ ამ ენერგიის შენახა ყველაზე კარგად ხდება ცხიმის სახით, რაც არის პირდაპირი გზა მეტაბოლიზმის შენელებისგან. და როგორც კი ჩვეულ კვებაზე გადადიხარ, წონის მომატება და ესე ვთქვა, აკრეფვა ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მანამდე. შემდეგ
თუ ეს სისტემატურად ხდება, ძალიან ხშირად ორგანიზმი იმის გამო, რომ ენერგიის, ისე ვთქვათ, არასაკმარისი რაოდენობა აქვს, გადადის საკუთარი კუნთოვანი მასის მოხმარებაზე, რომ მიიღოს საკმარისი ენერგია, იმიტომ რომ ყველაზე მარტივად ამ ენერგიას მოიხმარს კუნთისგან. თან ადამიანი კარგავს მოცულობას, მაგრამ ამავდროულად კარგავს სიმკვრივეს. განლევა ხდება ამ კუნთის და ჩვენ პირიქით, მე მგონი ყოველ ჩემ სტუმრობის დროს სულ ამას ვიძახი, რომ კუნთს უნდა გავუფრთხილდეთ, კუნთი უნდა შევინარჩუნოთ. რატომ? იმიტომ რომ კუნთი არის ის ორგანო, სადაც მიმდინარეობს მეტაბოლიზმი, სადაც იწვის ცხიმი, სადაც იწვის კალორია. აი, რომ შევადაროთ, ხომ, 1 კილოგრამი ცხიმოვანი ქსოვილი დღე-ღამის განმავლობაში მოიხმარს 4-5 კალორიას. 1 კილოგრამი კუნთი მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი 13-15 კალორიას. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად არის განვითარებული კუნთოვანი მასა, მით უფრო სწრაფია მეტაბოლიზმი, მით უფრო მარტივია დაკლება. თუ ეს ასევე ხშირად ხდება, ძალიან იზრდება ალბათობა სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევების, განსაკუთრებით ქალბატონებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალბატონებში, შეიძლება იყოს სხვადასხვა ციკლის დარღვევები, ეგ შეიძლება იყოს ლეპტინის ან შაქარი, ეგ ცალკე თემა კიდე მანამდე მივალთ აუცილებლად, ხო? სხვადასხვა ვთქვათ, ლეპტინის, ესტროგენების შემცირება, ასევე ოსტეოპოროზი, უშვილობის განვითარების მომატებული რისკი, დეპრესია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რაც მთავარია, ამას აქვს ძალიან არამგრადი ეფექტი. იმიტომ რომ ასეთ დაბალ კალორიულ დღეებში დაკარგული კილოგრამები, როგორც წესი ეს არის თავიდან წყალი და კუნთოვანი მასა, მომდევნო დღეებში აუცილებლად ვიმატებთ და რამდენიმე კილო შეიძლება ნამატიც გქონდეს. აქედან გამომდინარე, აქვე ჯობია ვთქვა, რომ მე შეიძლება დრო არ გქონდეს, ყოველთვის აჯობებს, თუ ჩვენ შევქმნით ოპტიმალურ, სტაბილურ კალორიების დეფიციტს, რომელიც შეადგენს -300, -500 კალორია ჩვენი დღიური ნორმიდან და თან ისე დავაბალანსებთ ჩვენ დღეს, სადაც იქნება აუცილებლად ცილაც, აუცილებლად საჭირო რაოდენობა ცხიმის, რა თქმა უნდა უჯრედისის და მინიმუმამდე დავიყვანოთ სწრაფი ნახშირწყლები. აი ხა რაც შეეხება საზამთროს დიეტას, არ შეიძლება რომ ამას გვერდი აუაროთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრაქტიკაა, განსაკუთრებით საქართველოში და როგორც ყველა სხვა დიეტა აქვს თავისი პლუსებით და მინუსებით. მოდით პლუსებით დავიწყოთ მაინც. რა თქმა უნდა, დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამში 30-35. გემრიელია, ფერადია, ლამაზია, ცივია, სასარგებლოა, კი ბატონო, ძალიან დიდი რაოდენობა 92% შეადგენს წყალს და ძალიან კარგი შარდენი ეფექტი აქვს და განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც სწრაფად უნდა შეშუპებისგან განთავისუფლდება, შეიძლება მიმართოს საზამთროს. და ასევე კარგი ფსიქოლოგიური მომენტია, როცა საზამთროს განტვირთვის დღეზე ხარ, თითქოს გიადვილდება, კარგად ხდება გადართვა ჯანსაღ-კვებაზე გადასვლის. მაგრამ რაც შეეხება უარყოფით მომენტებს, როგორი დაბალკალორიულიც არ უნდა იყოს, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. იმიტომ რომ 1 კილოგრამი საზამთრო დაახლოებით 60-80 გრამი შაქარია, რაც ასევე ძალიან ბევრია. ცხიმების და ცილის სრული არქონა ართმევს ორგანიზმს ენერგეტიკულ და სამშენებლო მასალას. შემდეგ საკმაოდ დიდი დატვირთვა თირკვლებზე, კუჭნაწლავის ტრაქტზე, განსაკუთრებით თუ სადმე უკვე პრობლემა არსებობს, რა თქმა უნდა, ქრონიკულ დაავადებების შემთხვევაში შეიძლება გაუარესოს ეს მდგომარეობა. და ასევე ნახეთ, აქაც გვაქვს ძალიან ხანმოკლე ეფექტი, იმიტომ რომ ასეთი დაკარგული წონა სითხის ხარჯზე ერთ-ორ დღეში აუცილებლად დაგვიბრუნდება და აი ამ ვთქვათ გაფუჭებული მეტაბოლიზმის ხარჯზე თუ განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ ასეთ დღეებში, იმიტომ რომ ცილის არქონის გამო ხდება კუნთის განლევა, მეტაბოლიზმი ნელდება და მე უკვე თან მეორე-მესამე დღეს მადა უფრო მომატებულია და შეიძლება თავისუფლად, ისე ვთქვათ, რაც დავიკელით, ორმაგად მოვიმატოთ. რა
რა იქნებოდა უფრო კარგი, ვთქვათ რომ საზამთროც გამოვიყენოთ და კომბინაციაში რა შეიძლება? რა თქმა უნდა, ყოველთვის აი ჯობია თუ განტვირთვით დღეზე გვაქვს საუბარი, რომ ცოტა ბალანსი მაინც იყოს ამ დღეებში. თუ კონკრეტულად საზამთროზე ვისაუბრებთ, ხო, ბევრად უკეთესი და ბევრად უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ საზამთროს მირთმევის დროს, როგორიც გასაკვირი არ უნდა იყოს, ცოტა ოდენი მსუბუქი ცილა მივატანოთ. ეს შეიძლება იყოს უშაქრო ნატურალური იოგურტი ან ხაჭო. რატომ? იმიტომ რომ აი ამ ცილოვან პროდუქტში არსებული ცილა ხელს უწყობს შაქრის სტაბილიზაციას. სისხლში. ყველთან ერთად უყვარს ძალიან ბევრს. ძალიან უხდება სხვათა შორის. კი ბატონო, თუ ეს ყველი არ იქნება ძალიან მარილიანი, არ იქნება ძალიან ცხიმიანი, ანუ მე თვითონაც ხშირად ვაკეთებ ესეთ კომბინაციას, ძალიან უხდება და მე პირადადაც ძალიან მიყვარს და ისე ვთქვათ, სარიელ საზამთროს მირთმევას ეგ მიყვარს. ესე იგი, ცოტა ოდენი ყველი, ძალიან უხდება ნიგოზი, პიტნა, ოდნა ორეგანო, მშვენიერი აი სალათი ჯანსაღ. იდეალური სადილე. კეთილი. კარგი ცემსია, მაგრამ აქვე ვიტყვი და კიდევ 1-2 რამდენიმე ცალი ნიგოზი ან თხილეულობა. იმიტომ რომ აი ამ თხილებში არსებული ცხიმი ასევე ანელებს შაქრის გადასვლას სისხლში. ამიტომ აი ესეთი კომბინაცია ბევრად უფრო სასარგებლო და ბევრად უფრო მგრად შედეგს მოგცემს, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში ცარიელი საზამთროს მირთმევა. კეთილი. თქვენ ახსენეთ ის, რომ როდესაც დიეტაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია რომ იგივე 300-500 კალორიით შევამციროთ ჩვენი დღიური კალორიების რაოდენობა, გარდა ამისა უნდა გქონდეს თქვათ რაციონში სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის ცილოვანი და ცხიმოვანი, მაგრამ მაინც რადგან არის ბოსტნეულის და ხილის სეზონი და ბუნებრივია რომ ამაზეც კეთდება აქცენტი და თითქოს ორგანიზმსაც უფრო აქვს მოთხოვნილება რომ ეს ყველაფერი მიიღოს. შეგვიძლია აი პატარა ბლიცივით გავაკეთოთ, მაგალითად ვარ დიეტაზე, ჩემს რაციონში არის ზომიერად ცხიმიც, ცილაც და ხილიც და როგორ შევარჩიო ხილი. გარკვეულ აი თქვათ ხილის კომბინაციებს შემოგთავაზებ და რომ გვირჩიოთ დიეტაში რომელი მათგანი უფრო კარგია რომ ჩავსვათ. აი მაგალითად მსხალი თუ ვაშლი? ნებისმიერი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ორივე არის კარგი ვიტამინების წყარო, ბევრი უჯრედისი, მაგრამ მე მაინც უფრო ვარს მივანიჭებდი უპირატესობას. ვაშლი თუ ბანანი? ვაშლი. მაგრამ თუ ბანანია, აქაც ძალიან საინტერესო მომენტია, როგორ უნდა ავარჩიოთ ბანანი, ხო? თუ ჩვენ აქცენტი გვაქვს უჯრედისზე, ვიტამინებზე, მაშინ უნდა რაც შეიძლება ნაკლებად დამწიფებული ბანანე, თითქმის მწვანე, რომელიც არის, ის ზომიერად შეგვიძლია ჩავთოთ რაციონში, იმიტომ რომ იქ არის სტაბილიზაცია უკვე იმის და ბევრი ბოჭკოა და ნაკლებად შაქარია და თუ ბანანი არის მწიფე უკვე ყავისფერში რო გადადის, იქ თითქმის არ არის. იქ თითქმის ბოჭკო არ არის და შაქრის ბევრი დიდი რაოდენობა. ამიტომ ასე გააჩნია როგორ რა წესით არის დამწიფებული. ეგ უკვე სხვა ამბავია და არა მარტო ბანანს ეხება, ეგ სხვა ხილსაც ეხება, რა თქმა უნდა. ამიტომ ესეთ ბანანს ნამდვილად არ ვურჩევდი. ასევე ვაშლი თუ ატამი თუ ვაშლატამა. მამას დავაბარ. რადგან მაინც უპირატესობა ვაშლს? ნახეთ, აქ მე სხვა მხრიდან მოუვლიდი ამბად. ვაშლი გვაქვს მთელი წლის განმავლობაში, ხო, საქართველოში. რადგანაც ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ მაქსიმალურად მივიღოთ სხვადასხვა ვიტამინები და მინერალები, ამიტომ ეხლა რადგანაც უფრო სეზონურია, მაინც უპირატესობას მივანიჭებდი ამ შემთხვევაში ატამს და ვაშლატამას. ორივე ძალიან სასარგებლოა, ორივე შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ბოჭკოს და კალორიულობაც არც არ არის ძალიან მაღალი. ამიტომ თამამად შეუძლია მიირთვან ვაშლატამაც და ატამიც. კი ბატონო, შემდეგი მოდის ვაშლი თუ მარწყვი და მოდი ატამიც ჩავრთოთ აქ. ატამი, ვაშლი თუ მარწყვი? მარწყვი, იმიტომ რომ ჯერ სეზონით ხან მოკლეა, მაგრამ თან ძალიან, C ვიტამინი ყველა ხილში არის, მეტანაკლებად მარწყვში, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო მეტია. დიდი რაოდენობით ბოჭკო, აქვს კარგი შარმდენი ეფექტი, აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, ძალიან გემრიელია და ხანმოკლეა ეს პერიოდი, ამიტომ ამ შემთხვევაში მარწყვი, ატამი, ვაშლი. დიახ, ვაშლი თუ მოცვი? მოცვი. რატომ? მოცვი ასევე ძალიან დიდარია ანტიოქსიდანტებით, ერთ-ერთი ალბათ კენკრას და ხილს თუ გადავავლებთ თვალს, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა.
დიდი რაოდენობით ბოჭკო. კუჭნაწლავისთვის. ყველაფრისთვის, თვალისთვის, ბოჭკო იმის და ტვინისთვის, ანტიოქსიდანტების თითქმის აი სრული სპექტრი აქვს, ვიტამინების ძალიან დიდი რაოდენობით, ამიტომ ამ სეზონზე რა თქმა უნდა მუცვი. და ბოლოს ნესვი თუ საზამთრო? ეს ძალიან საინტერესო სხვათა შორის. ნახეთ, ძალიან გავსესორი პროდუქტი ერთმანეთს, კი ბატონო. თუ საზამთროზე ვისაუბრებთ, როგორც გითხარით, ოდნავ უფრო დაბალი კალორია აქვს ვიდრე ნესვს. თუ საზამთროში არის 30-35 კალორია, ნესვში დაახლოებით 35-40. საზამთროში უფრო მეტი სითხეა ვიდრე ნესვში. ნესვში უფრო მეტი ბოჭკოა, უფრო მეტი C ვიტამინი და უფრო მეტი ბეტა-კაროტინი. აქ საკითხი დგება რისთვის მინდა, ანუ თუ კლებაზე ვარ. თუ მინდა შეშუპებების სწრაფი, ისე ვთქვათ, განთავისუფლდება, თუ მინდა, თუ თითოეულ კალორიას ვითვლი, მაშინ საზამთრო. თუ მინდა ისეთი ხემსი, რომელიც ცოტა უფრო კარგად დამანაყრებს, ამ შემთხვევაში ნესვი. მაგრამ ეს ყველაფერი ლაპარაკი მაშინ არის, როცა ჩვენ ზომიერ რაოდენობაზე ვსაუბრობთ, ეს არის 150-200 გრამი და არა ერთი ერთი მთლიანი საზამთრო და ერთი მთლიანი საზამთრო. რა თქმა უნდა. დაჩერება ძალიან რთულია ხოლმე როგორც წესი. კი, ნამდვილად. ორივე შემთხვევაში უბრალოდ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არის სასურველი მივირთვათ ცარიელ კუძზე. კი და ვთქვათ, აი დიდი რაოდენობით ვთქვათ მივირთვით ხორცი და მერე დავაყოლეთ ნესვით, არც ეს არის მაინც და მაინც კარგი. არ არის კარგი მათი კომბინაცია, ვთქვათ, პურთან, სხვა ნახშირწყლებთან, ტკბილ სასმელებთან. მაგრამ როგორც მანამდე აღვნიშნე, ცოტაოდენი თხილი, ცოტაოდენი თუნდაც აი უმარილო ყველი ან ხაჭო შეიძლება პირიქით სარგებლობაც მოგცეს. კეთილი. ნატალია, ასევე ძალიან საინტერესოა თქვენ საუბრობდით ცილის მნიშვნელობაზე და კუნთის მნიშვნელობაზე ზოგადად ადამიანის ცხოვრების პარალელურად და ძალიან ბევრი ადამიანი სხვათა შორის იმის გამო სწორედ რომ თავისი კუნთოვანი მასა შეინარჩუნოს და გამოიყურებოდეს კარგად, მხოლოდ და მხოლოდ ცილის მიღებას ანიჭებს უპირატესობას და სხვა პროდუქტები აქვს აბსოლუტურად ამოღებული. ეს რამდენად მართებულია? და ასეთი მიდგომით შესაძლებელია თუ არა ნამდვილად რომ აი ეს კუნთოვანი მასა მუდმივად შენარჩუნებული იყოს და ძალიან საინტერესო კითხვა და ნახეთ თუ ლაპარაკი არის ხანმოკლე პერიოდზე, რა თქმა უნდა, ეს დასაშვებია და არაერთი ასეთი ცილოვანი განტვირთვის დღეებიც კი არსებობს, როცა მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ცილოვან პროდუქტებს მიირთმევენ. ამას აქვს კიდევ ერთხელ თავისი დადებით და უარყოფითი მომენტები. რაც შეეხება დადებით მომენტებს, ხო? სწრაფად იკარგება წონა, რა თქმა უნდა, თავიდან სითხის და გლიკოგენის ხარჯზე და მერე უკვე ცხიმის ხარჯზე, იმის და გამო რომ ცილის მონელებას უფრო მეტი დრო ჭირდება, ადამიანს ანიჭებს ხანგრძლივ ნაყროვანების გრძნობას. შემდეგ თუ ცილის რაოდენობა არის ადეკვატური, ანუ რას გულისხმობთ ჩვენ 1 კილოგრამ წონაზე, ადამიანის წონაზე, უნდა მივიღოთ დაახლოებით 1,2-1,5 გრამი ცილა. და თუ თან ახლავს მას ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ეს ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას. ხო? და თუ ფიზიკური დატვირთვა თან არ ახლავს და უბრალოდ თეორიული რუტინა არის? რა თქმა უნდა, წონას დაიკლებ, მაგრამ კუნთის დაგროვება და შენარჩუნება ცოტა უფრო გაგვიჭირდება. და კიდე ერთი პლუსია ისე, როცა თქვათ ეს განტვირთვის დღე კეთდება საერთოდ ნახშირწყლების გარეშე, აი მინიმუმამდე არის დაყვანილი აი შაქრის მერყეობა სისხლში. რაც შეეხება უარყოფით მომენტებს, ასე ცილოვან დღეებზე თუ საერთოდ არ არის უჯრედისი, ეს ხელს უწყობს აი ყაბზობის განვითარებას, რაც არის ძალიან ცუდი მომენტი და თან წონის კლებას უხსლის ხელს. ასევე დიდი დატვირთვა კუჭნაწლავის ტრაქტზე, მათ შორის თირკმელზე, მათ შორის ღვიძლზე, თან თუ ამას ხანგრძლივად ვაკეთებთ, ხანგრძლივად რას გულისხმობ? 1 კვირა და მეტი. ხო, ეს ძალიან დიდი დატვირთვაა ორგანიზმისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ რამე ქრონიკული დაავადება უკვე არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ზიანი ხელს უწყობს. იცით რა მინდა გკითხოთ, ჩვენ ასე თუ ისე ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ფარული კალორიები არის კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე, აი ძალიან მოკლედ რომ მივანიშნოთ ჩვენს მაყურებელს რა არის ეს ფარული კალორია. კი ბატონო, განსაკუთრებით ზაფხულში ჩვენ ხშირად
გვინდება ხოლმე სხვადასხვა გემრიელი სასმელის მირთმევა, როგორც არის ცივი ყავა ნაყინით, თქვათ გაზიანი სასმელები ან ალკოჰოლი. და ძალიან ხშირად ეს საკმაოდ კალორიული პროდუქტებია, კალორიული სასმელებია, აი მაგალითისთვის ერთი ცივი ლატე, ანუ ყავა შაქრით და რძით შეიძლება 250 კალორიამდე ავიდეს და თუ ყავას ნაყინით მივირთმევთ, კიდე სადღაც 400 კალორიამდე. და ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგოები, რომელიც ცდილობენ წონის დაკარგვას, აი ამ კალორიებს არ ანიჭებენ, ისე ვთქვათ, რაღაც მნიშვნელობას. არ თვლიან და რა თქმა უნდა, ეს ყველა სასმელი და ყველა ეს პროდუქტი აფერხებს წონის კლებას, ხელს უწყობს პირიქით ცხიმის დაგროვებას და არ არის რეკომენდებული და თუ საუბრობთ ალკოჰოლზე, აქ კიდე ორმაგი დატვირთვაა, გარდა იმისა, რომ კალორიულია, აფერხებს ცხიმის წვას და აკარგვინებს ადამიანს კონტროლს იმ საკვებზე, რომელსაც მიირთმევდა. თუ ეს კოქტეილია, იქ კიდე შაქარი და სპირტი ერთად, ისე ვთქვათ. ნატალია, უღრმესი მადლობა. ძალიან ბევრი, ძალიან საჭირო ამბავი გავიგეთ თქვენგან, როგორც ყოველთვის. მადლობა. დაგემშვიდობებით და